ვახოსანაიასთან ერთად. მაშასე ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, მე ვახოსანაია ვარ და ეს გადაცემა კომენტარია. საინტერესო ამბით ვიწყებთ, ეს უკავშირდება მცხეთას ისევ იმ ხიდს, სადაც გათამაშდა ეს ტრაგედია, რაც უკავშირდება გიორგი შაქარაშვილს. ერთ-ერთ ადგილზე ეგრეთ წოდებულ ფერად შენობასთან, რომელსაც მაყურებელი უკვე კარგად იცნობს, საინტერესო ამბავი მოხდა, ეს თავდაპირველად გაახმაურა ერთ-ერთმა ადვოკატმა, შემდეგ კი ფორმულამ გადაიღო ეს კადრები, ის რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა ამ საქმეში და ამ გამოძიების მიმდინარეობისას, ეს ფაქტია, ის რომ ამირხანაშვილი სადაც იმალებოდა, ის ტერიტორია დამწვარია, იქაურობა გადამწვარია, ესეც კითხვის ნიშანს აჩენს. წინასწარი პროგნოზი არ მინდა გავაკეთო, ამას რა შეიძლება მოყვეს იქ, სადაც ამირხანაშვილი უთითებს, რომ ჯიხურის უკან იმ ტერიტორიის მიმდებარედ იმალებოდა და ის ადგილი დამწვარი რომ ნახე, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი უნდა აღმენიშნა. შეიძლება სამომავლოდ სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დასჭირდეთ. შეიძლება კვალის მოძებნა დასჭირდეთ. გადამწვარია ყველაფერი და იქ რა უნდა გააკეთონ, ამას ამბობს ერთ-ერთი ადვოკატი გელხაური. თქვენ ხედავთ ახლა პირდაპირ ეთერში ამ კადრებს. ეს სწორედ ის ცნობილი ადგილია, სადაც იმალებოდა ამირხანაშვილი, საიდანაც მისივე ჩვენებით ის ამოიყვანეს ტოიოტას გზავრებმა და შემდეგ უკვე მოგვიანებით კიდევ ერთი ახალგაზრდა გიორგი ქათამაძე სწორედ ამ შენობასთან იმალებოდა, ვიდრე მოვიდოდნენ მის წასაყვანად მისი მეგობრები და ახლობლები, ასე რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი და გასარკვევია, როგორ მოხდა ის, რასაც ახლა ჩვენ კადრებში ვუყურებთ. რაიმე შემთხვევითობასთან გვაქვს საქმე, თუ ვინმე ცდილობდა კვალის წაშლას. კიდევ ერთი საკითხი, ეს უკავშირდება ფოტომასალას, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში დევს. ეს არის 22 ივნისით დათარიღებული ფოტომასალა. აი თქვენ ხედავთ ახლა ცხედარს, ძალიან მძიმე კადრებია. მას აქვს დაზიანებები, როგორც ფეხზე, ასევე მოტეხილია მარჯვენა ხელი. აი თქვენ ხედავთ ამ მძიმე მასალას, მართლაც ჩვენ რა თქმა უნდა დავფარეთ ეს კადრები, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი, იმიტომ რომ ამას ვერ ვაჩვენებთ, ბუნებრივია, მაყურებელს ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. სხეულის სხვადასხვა ნაწილი არის დაზიანებული, სერიოზული დაზიანებაა ეს და ახლა გასარკვევია, ეს ყველაფერი მოხდა მის დაღუპვამდე, ანუ მაშინ როცა ის ცოცხალი იყო, თუ ეს არის თქვათ მდინარეში ცხედრის ან ცოცხალი გიორგი შაქარაშვილის გადავარდნის ან იმ პერიოდის დაზიანებები, როდესაც შესაძლოა ცხედარი წაიღო მდინარემ. ამ ყველაფერზე პასუხი უნდა გასცეს, რა თქმა უნდა, ექსპერტიზამ, რომელსაც ელოდება მთელი საზოგადოება და ვნახოთ რამდენ ხანში გამოაქვეყნებს ექსპერტიზა საბოლოო დასკვნას. მანამდე კი დამოუკიდებელ ექსპერტს ჩავთავთ პირდაპირ ეთერში, ალექსანდრე გეჯაძეს, რომელსაც მე მივესალმები. საღამო მშვიდობისა, ბატონო ალექსანდრე. დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. დავიწყოთ თავდაპირველად ამ ფოტომასალაზე საუბრით. საინტერესოა თქვენ რა შთაბეჭდილებას გიტოვებთ ის, რაც ნახეთ, რაც საქმეში დევს. ჩვენ ახლა რასაც ვხედავთ, აქაც ადვილად აღსაქმელია, რომ მძიმე დაზიანებებია საკმაოდ. მე ვერ დაგეთანხმებით ორ ფორმულირებაზე, რომ ნათლად ჩანს, რომ სახეზეა მძიმე დაზიანებები და ვერ დაგეთანხმებით ფორმულირებაზე, რომ ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი თვითონ მოხდა გიორგის სითხეში, წყალში, თუ ვინმემ გადააგდო. თვითონ მოხდა წყალში და თუ ვინმემ გადააგდო ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, ამაზე არანაირი მეთოდიკა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაში კვლევის კუთხით არ არსებობს და აღნიშნული საკითხი არის გადასაწყვეტი გამოძიების, ანუ სამართალდამცავი ორგანოების მიერ. აქ მე დავაზუსტებ მაშინ, თუ კი თქვენ ეს ასე აღიქვით, აქ იგულისხმება ის, როდესაც წყალში აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი, ის იყო ცოცხალი
თუ ის იყო გარდაცვლილი. ამას გულისხმობ და ამაზე პასუხის გაცემა შეუძლია ექსპერტიზას, ხომ მეთანხმებით ამაში? ბუნებრივია, შეუძლია კი არა, ვალდებულია. ვალდებულია. ეს პირველი. არ მეთანხმები თქვენს ასე თქვა წინამორბედ ამჟამად გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ ცალსახად ჩანს, რომ უმძიმესი დაზიანებები აქვს და მოტეხილია ასე თქვა ზემოკიდური. ამას არ მეთანხმები. არ არის მოტეხილი ბატონო ალექსანდრე, თქვენ ხომ გაქვთ ამაზე ინფორმაცია? არა, ერთოსეთ. მე არაერთ ტელესივრცეში დაწყებული მისი აღმოჩენიდან დღემდე არსად არ მithქვია, რომ მას აქვს ან ნეკნები მოტეხილი, ან კიდურები აქვს მოტეხილი, ან კერდიზვალი აქვს მოტეხილი, როგორც გაჟღერდა და ასე შემდეგ. ის ხელის სხივმაჯის სახსარში, ხელის მტევნის გარკვეული არაფიზიოლოგიური, არაანატომიური განლაგება, უпростоრად არაფიზიოლოგიური განლაგება, სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ აქ დაუშვათ, რადგანაც მოხრილია სხივმაჯის სახსარში 90 გრადუსი დაახლოებით, აქ ადგილი ქონდა მოტეხილობას. რამე თუ გვამის გამოკვლევის დროს არანაირ მოტეხილობებს არც სახსარში და ასე შემდეგ ადგილი არ ქონია. გვამის გამოკვლევის მომენტში. რაც შეეხება ახლა თქვენ ფორმულირებას, რომ სხეულზე აღენიშნება აშკარად მძიმე დაზიანებები, ფიზიკური დაზიანებები, ამ ფოტომასალით, ამაზე მსჯელობა ბუნებრივია აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია. მე შემიძლია გითხრათ ერთადერთი, რომ ფოტომასალით რაიმე დასკვნების გამოტანა დაზიანებების სიმძიმეზე, მათ ხასიათზე და ასე შემდეგ ბუნებრივია საკმაოდ ძნელი რამე თუ ტანსაცმელი, სხეული, თუ მიაქციეთ ყურადღება სახის მიდამოს, სხეულის მოსვლილი აქვს ბუნებრივია იმის რა ქვიან ქვიშით, იქ წყალში არსებული სხვა საგნებით, თუ მცენარეები და ასე შემდეგ და შესაბამისად ბატონო ალექსანდრე, ჩვენ როდესაც ამაზე მსჯელობთ, ეს არ ნიშნავს, რომ დასკვნები გამოგვაქვს დაზიანებებთან დაკავშირებით მხოლოდ ამ ფოტოების მიხედვით. ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია და მოდი დავაზუსტოთ მაშინ. თქვენ რა ცნობები გაქვთ? გიორგი შაქარაშვილს გარეგნული დათვალიერებით შენიშნეთ თუ არ შენიშნეთ? ბუნებრივია, ჩვენმა წარმომადგენელმა ფოტომასალაზე მეკითხებით ახლა ზუსტად. არა მხოლოდ ფოტომასალაზე, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? მხოლოდ ფოტოთი არა, არა, ბუნებრივია, არა მხოლოდ ფოტომასალასთან მიმართებაში, მე მაქვს ინფორმაცია ჩემი წარმომადგენლის ბატონი კახაბერი ისავის მხრიდან, რომელსაც მე სრულად ვენდობი, რამე თუ გამოსტილი და საკმაოდ ასე ვთქვათ, გონება გახსნილი და გამოსტილი ექსპერტია, რომ არანაირ მოტეხილობებს ადგილი არ ქონია, სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა სიჩაქცევები ორივე თვალბუდეში, სკლერებში, სახის მიდამოში და სხეულის სხვადასხვა მიდამოში დამახასიათებელი ბლაგვი ტრავმისთვის, ცალსახად ბლაგვი ტრავმისთვის, არაერთი დაზიანება. რაც შეეხება შინაგან გამოკვლევას, ერთადერთი რასაც მე დღემდე ვამბობდი და დღესაც ვამბობ, ისი ასე ვთქვათ, დაკონკრეტების რესურსი გამაჩნია, ადგილი ქონდა გემატომას, ოღონდ რა ლოკაციაში და რა მოცულობის, ამაზე თავი შეკავებული მაქვს, როგორც დღეს, ასევე წინა გამოსვლებშიც. ყველაზე ყურადსაღები ინფორმაცია არაერთმა ტელეარხმა ფოტომასალასთან დაკავშირებით გამიმახვილა აქცენტი იმ მხრივ, რომ აი ზურგის არეში კისერზე მას აქვს სიწითლეები. მე აუხსენი მათ და თქვენს ასე ვთქვათ მაყურებელსაც მოვახსენებ, რომ ეს არის ნაადრევი გვამური მოვლენები, კერძოდ გვამური ლაქები, რომელიც განლაგებული იყო ზურგის ზედა მესამედში და კისერზეც უკანა და გვერდთა ზედაპირებზე გადადიოდა. რაც შეეხება დაზიანებებს, რომელიც ფოტომასალის ბუნებრივია იმის გათვალისწინებით, რომ სხეული მოსვლილია და ძნელია გარჩევა დაზიანება ეს თუ არა, მეტნაკლებად ცალსახად შტაბ-ერთილებას ტოვებს ტუჩის არეში არსებული ასე ვთქვათ ბლაგვის ხასიათის ტრამის არსებობა. რაც შეეხება დაუშვათ სხვა დაზიანებებს, გარკვეულწილად ჩანს ორივე თვალბუდეში, ქუთუთოებზე მოლურჯო ელფერი, რაც მიუთითებს მასზედ, რომ
სის ჩაქცევებს აქვს ადგილი, ანუ სის ნაშგენთებს ორივე თვალბუდეში. ამაზე ბუნებრივია მე თავიდანაც ნათქვამი მაქვს და ეხლაც ვიმეორებ ფოტომასალამაც ეს გარკვეულწილად დაადასტურა. ბატონო ალექსანდრე, აი ახლა რაზეც საუბრობდით სის ჩაქცევებზე. არის რეალური რომ ეს იყოს ასე ვთქვათ შედეგი მდინარის რომ ვთქვათ გარდაცვლილი ყოფილიყო ადამიანი და შემდეგ მიიღო ამგვარი დაზიანებები. აი სწორედ უყურეთ ფრაგმენტულად აი ამ კითხვებზე ცალ-ცალკე პასუხის გაცემა არ იქნება სწორი და არ იქნება ობიექტური და საქმის ფაქტობრივ გარემოებას იქნება მოწყვეტილი. რატო? იმიტომ რომ ჩვენ ჯერ უნდა დავდოთ საექსპერტო დასკვნა, სადაც გაწერილი იქნება სიკვდილის მიზეზი, სადაც გაწერილი იქნება დაზიანებების ხასიათი, ზუსტი ლოკალიზაცია და რაც ყველაზე ღირებულია, მათი სიცოცხლის დროინდელობის საკითხი იქნება გარკვეული და ლაბორატორიული კვლევის შედეგები დღეს ჩემთვის ამჟამად ყოველ შემთხვევაში უცნობია და ამ მიმართებით მე ვერანაირ დასკვნებს და ვერანაირ კონკრეტიზაციაზე ვეღარ გავალ. რაც შეეხება თავის არის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს. რაც შეეხება თავის არის. თავის არის ცალსახად გიდასტურებთ, რომ გვამის შინაგანი გამოკვლევის პროცესშიც ქალას ღრუში თავის ტვინის ნივთიერებაში რაიმე ტრაუმული ხასიათის ცვლილებები სისჩაქცევის და გემატომების სახით არ იყო. ბატონო ალექსანდრე, აი როდესაც საუბარია იმაზე, რომ შინაგან ორგანოებზე არის იმგვარი, ასე ვთქვათ, დაზიანება, ხო, ნათქვამი იყო თუ სწორად მახსოვს, ახლა ციტატა შეიძლება ვერ გავიხსენო, მაგრამ გეტყვით შინაარს, რომ ეს მუშტის დარტყმაზე გაცილებით ძლიერი იყო. აი შეგიძლიათ ეს თემა განავრცოთ, ეს როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო თეორიულად? კიდევ ერთხელ ვამბობ, ვადასტურებ ნამდვილად, რომ ძნელი წარმოსადგენია, მე პირადად მიმაჩნია, რომ ის გემატომა, რომელიც აღმოჩენილი იქნა და ნანახი იქნა შინაგანი გამოკვლევით, ანუ ხალხს უსმებს შინაგანი გამოკვლევით და არა გარეგანი დათვალიერებით, მისი ხასიათიდან და ლოკალიზაციიდან გამომდინარე, მუშტის ერჯერადი დარტყმით არ უნდა განვითარებულიყო, ვერ განვითარდებოდა და რა პირობებში შესაძლებელია განვითარებულიყო, ამ მიმართებით შემიძლია კიდევ ერთხელ ცალსახად განვაცხადო, რომ უფრო მეტად საკმაოდ ძალის ზემოქმედების პირობებში. ეხლა რა პირობებში სიმაღლიდან აჩქარებითი დაცემით და ვარდნით, რაიმე საგნის ჩარტყმით, ბუნებრივია სიძლიერეს გულისხმობ ამ ხრივ, ამ მიმართებით კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ალბათ დაინიშნება მეორე ეტაპი ამ ექსპერტიზების, სადაც ტრაუმის განვითარების მექანიზმზე შესაძლებელი იქნება მსჯელობა, ოღონდ სინთეზში გამოძიების მიერ წარმოდგენილი მასალების, ანუ სისხლის სამართლის საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით გვამის გამოკვლევის შედეგებთან. რამე თუ გამოძიება ბუნებრივია დასვავს ალბათ შეკითხვებს, გამომდინარე მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციიდან, ანუ ამა თუ იმ პირობებში გულისხმობ დაისმება ალბათ კითხვები, შეელო თუ არა აზგარდაცვილს მიეღო ესა თუ ის დაზიანება და შემდგომ ბუნებრივია კონკრეტულ კითხვებზე გაეცემა კონკრეტული პასუხი, ოღონდ არა გაყენებულად, არამედ კიდევ ერთხელ ვამბობ კომისიური წესით სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთობლივი ანალიზის რეჟიმში. მესმის, აი როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შინაგან ორგანოებზე, როდესაც აი ეს მუშტის თემა ვახსენეთ, რომ გაცილებით რაღაც ძლიერი დაზიანებაა მიყენებული, ვიდრე ეს მუშტს შეეძლო და დარტყმას. ეს და რადგან თეორიულად ვსაუბრობთ, ხო, საბოლოო დასკვნას ჩვენ მოვისმენთ, მაგრამ მე თქვენი აზრი იმაზე მაინტერესებს ახლა თეორიულად შესაძლებელია, რომ ასეთი დაზიანება გვამს მიეღო წყალში გადაგდებისას, ან წყალში ცოცხალი ადამიანი თუ ჩავარდება, შესაძლებელია ამგვარი ტიპის დაზიანების მიღება? ამგვარი ტიპის დაზიანების მიღება არ არის გამორიცხული. უსწორო ზედაპირზე ვარდნის შედეგად, რაიმე მკვრივ ბლაგვს ზედაპირზე შეჯახების შედეგად,
მოძრაობის დროს სხეულის რაიმესთან ინტენსიური, ასე ვთქვათ, სხეულის შეჯახების შედეგად და ასე შემდეგ. თუმცა ბუნებრივია, მე არ ვაკონკრეტებ, რომ ეს გემატომა რა პირობებში მიიღო მან სასახად. რამე თუ ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, შემდგომი მსჯელობის საგანია სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად. მაგრამ მასალების შესწავლასთან ერთად. არის თუ არა ნაკლებ სავარაუდო, როდესაც შინაგან ორგანოებზე ვთქვათ, წყალში დაჯახების შედეგად ადამიანი იღებს ასეთ ძლიერ დაზიანებას, მაგრამ ადამიანის თავის არე საერთოდ, ახლა როგორც თქვენ თქვით, არ იყოს დაზიანებული. გამორიცხული არ არის, ბუნებრივია, სავსებით დასაშვებია. ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი, ახლა თქვენ რა პასუხებსაც გცემთ თეორიულ დონეზე, ბუნებრივია და რაღაც პრაქტიკული ინფორმაციაც გააქვთ, მაგრამ ექსპერტიზამ დადოს ისეთი შედეგი, რაც გახდეს სერიოზული ინტერპრეტაციის საგანი და საერთოდ ვერ გასცეს პასუხი, საერთოდ ვერც დაეხმაროს დიდად საბოლოოდ გამოძიებას. ექსპერტიზა თავისი რესურსიდან გამომდინარე და იმ აღებული ბიომასალის რაოდენობის და მიზნობრიობიდან გამომდინარე მაქსიმალურად დადებს იმ პასუხს, რაც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენციაში შედის. დანარჩენი საკითხების გარკვევა ბუნებრივია იქნება გამოძიების მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლის საფუძველზე და ყოველ შემთხვევაში ექსპერტიზის კუთხით, საექსპერტო დასკვნის კუთხით მაღალი ალბათობით მიმაჩნია, ჯერ არ მინდა წინასწარ გაჟღერება ამის, რომ ექსპერტიზა გამოძიებას ხელს არაფერში არ შეუშლის. რამე თუ ის საკითხები, რაც იქნება ექსპერტიზის წინაშე და რაც არის ექსპერტიზის წინაშე დასმული, ყველაფერზე პასუხი იქნება გაცემული. მაგრამ ბატონო ალექსანდრე, მინდა რომ ჩავუღრმავდეთ ამ თემას. რას მოგცემს რეალურად ექსპერტიზა, თუ კი ის გახდა ინტერპრეტაციის საგანი? თქვენ ამბობთ, რომ ხელს არ შეუშრის, მაგრამ ჩვენ ყველას მოლოდინი გვაქვს, რომ ხელს შეუწყობს და რაღაც საკითხებს უპასუხებს. თუ კი ცოცხალი იყო მაშინ, როდესაც წყალში აღმოჩნდა. ეს რაში ეხმარება გამოძიებას? ან თუ კი გარდაცვლილი იყო წყალში ჩავარდნილი, ესეც რაში ეხმარება? იმაში რომ თქვა დადგინდეს, რომ შაქარაშვილი იქ ვიღაცამ გადააგდო. მაგრამ თუ დაადგენს, რომ ცოცხალი იყო ჯერ კიდევ, როდესაც წყალში აღმოჩნდა, ეს არაფერზე არ სცემს პასუხს. ის შეიძლება ვიღაცას ძალიან მძიმე ფიზიკური დაზიანებების ან ასე ვთქვათ, ისე რომ ვთქვათ გონზეც არ ყოფილიყო ჩაეგდო წყალში, ეს არაფერს არ იძლევა, თუ კი ამ დასკვნას დადებს ექსპერტიზა. ექსპერტიზის მიერ დადებული დასკვნა იქნება რეალური, ობიექტური და რამდენად გამოადგება ეს გამოძიებას, ეს უკვე გამოძიების პრეროგატივაა და შესაბამისად მე სამართლებრივად ამ მსჯელობაში ვერ ჩავერთვები. პასუხს ვერ მოგცემთ აღნიშნულ შეკითხვაზე, რამე თუ ჩემ კომპეტენციას ცილდება. კი ბატონო, მე ესე იგი დაზუსტებისთვის ძალიან კარგია რომ ჩვენ ახლა ეს დიალოგი გქონდა. მე 6 საათზე წინასწარ მოლაპარაკებული ვიყავი TV პირველთან პირდაპირ ჩართვაზე და პირდაპირ პირველი რესპონდენტი მე ვარ ბატონო ვახტანგ და თუ შეიძლება რომ ახლავე გაგათავისუფლებთ. შევამციროთ. კი ეხლა უნდა დაგემშვიდობოთ ისედაც, მაგრამ ახლავე დავაზუსტოთ ერთი საკითხი, მოითმენენ ჩემი კოლეგები. ესე იგი, თქვენ ამბობთ, რომ სხეულს, ესე იგი, მარჯვენა ხელის მოტეხილობა არ აქვს, რაც ჩვენ ვნახეთ, იმისთვის რომ მაყურებელი არ დაიბნეს ახლა, მოტეხილობა არ არის არც ხელის, არც ფეხის, მაგრამ არის ტუჩის არეში ნახეთ კი ჭრილობები, ეს ხომ ასეა? ფოტო მასალაზე გვაქვს ჩვენ ტუჩის არეში მაღალი ალბათობით ფოტო მასალი თუ იმჟელებთ დაზიანება ნასკდომის სახით, ბუნებრივია. კი ბატონო, არის რაიმე ისეთი, რაზეც თქვათ მედიას არ გაუმახვილებია ყურადღება და შეიძლება იყოს ნიშნულოვანი გამოძიებისთვის. ფეხსაცმელზე მკითხეს. ფეხსაცმელის და დაუშვა წინდების თუ არაცვია, არაერთი შემთხვევა ქონია ჩვენ, როდესაც წყალში ყოფნის შემთხვევაში, გადაადგილების რეჟიმში ამ სხეულის ბუნებრივია, ფეხსაცმელის წაუღია წყალს, მოუზრია და ზემოთ ასაცმელიც, ანუ ეს გასაკვირი არ არის. დიდი მადლობა. ერთადერთი მომენტი
კი ბატონო, დიდი მადლობა დაზუსტებისთვისაც, ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ არასწორად არ გაიგოს საზოგადოებამ და პასუხებისთვისაც, რაც გაგვეცით ძირითად არსებით საკითხებზე. ალექსანდრე გეჯაძე იყო ჩვენი სტუმარი, დამოუკიდებელი ექსპერტი. ჩვენ შემოგვიერთება კიდევ ერთი სტუმარი სულ ცოტა ხანში, მაგრამ მანამდე კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ეგრეთ წოდებული ფერადი შენობის ნაწილს, სადაც გაირკვა დღეს და გადაღებულიც გვაქვს კადრები, რომ იქ გაჩნდა სავარაუდოდ ხანძარი, როგორღაც ეს ტერიტორია, სადაც იმალებოდა ამირ ხანაშვილი, არის დამწვარი და ახლა გამოსაკვლევია უკვე როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ეს იყო შემთხვევითობა თუ ვიღაცამ მიზან მიმართულად გაანადგურა იქ გარკვეული კვალი. ამის შესახებ თავდაპირველად ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა, ის ერთ-ერთი ბრალდებულის არასრულწლოვნის ზხ-ს ადვოკატია და გავიმეორებ რა თქვა მან. ის რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა ამ საქმეში და ამ გამოძიების მიმდინარეობისას ეს ფაქტია. ის რომ ამირ ხანაშვილი სადაც იმალებოდა, ის ტერიტორია დამწვარია, იქაურობა გადამწვარია, ესეც კითხვის ნიშანს აჩენს. წინასწარ პროგნოზები არ მინდა გავაკეთო, მაგრამ ამას რა შეიძლება მოყვეს იქ, სადაც ამირ ხანაშვილი უთითებს, რომ ჯიხურის უკან იმ ტერიტორიის მიმდებარედ იმალებოდა და ის ადგილი დამწვარი რომ ნახე, რა თქმა უნდა ეს ფაქტი უნდა აღმენიშნა. შეიძლება სამომავლოდ სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დასჭირდეთ, შეიძლება კვალის მოძებნა დასჭირდეთ. გადამწვარია ყველაფერი და რა უნდა გააკეთონ. წარმოდგენა არ მაქვს, ვინმე შეგნებულად დაწვა თუ შემთხვევით დაიწვა, ამბობს ადვოკატი. და აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ კიდევ ერთხელ კადრებს, რომელიც ასახავს ცხედარს, ნაწილი ამ ასე ვთქვათ ცხედრისა არის დაფარული, თუ შეიძლება გავუშვათ ეს კადრები დამოუკიდებელ ექსპერტთან საუბრის დროს ჩვენ გარკვეული დაზუსტებები გავაკეთეთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. აი ჩანს მარჯვენა ხელი, რომელიც მოხრილია, აი ადევნებთ თვალყურს, მაგრამ როგორც ალექსანდრე გეჯაძემ თქვა, თავის წარმომადგენლის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეს არ არის მოტეხილობა. რაც შეეხება ამ ფოტოზე ბუნებრივი არ გაჩვენებთ, ეს ეხება ტუჩზე ნახეთ გჭრილობას, ეს დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტმა და ასევე საუბარი იყო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხი აქვს მოტეხილი გარდაცვლილს, მაგრამ ესეც არ დაადასტურა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ. მე აქვე გეტყვით, რომ დღევანდელ გადაცემაში მოვისმენთ მნიშვნელოვან კომენტარს, რამდენიმე მნიშვნელოვან კომენტარს კიდევ. რა თქმა უნდა, კვლავ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, მერცედესის ძღოლის ადვოკატის განცხადება, რომელიც მომხდარის სრულიად განსხვავებულ გაგრძელებაზე მიუთითებს, ვერსია, რომელიც აქამდეც არსებობდა და დღეს კიდევ ერთხელ ახსენა ბრალდებულის დამცველმა, მერცედესის, ანუ ხიდთან პირველი ჭხუბის და ტოიოტას, ანუ დადევნების შემდეგ, როდესაც ორივე მანქანა ადგილიდან უკვე წასული იყო, მივიდა თუ არა იქ სხვა შემადგენლობა მესამე ავტომობილით, წაშალეს თუ არა კვალი იმავე ღამით, ჩაიტანეს თუ არა ჩანთა მდინარე არაგვის ნაპირთან, რა ბედი ეწია გიორგი შაქარაშვილს, ზუსტად სად დაიღუპა ფეხბურთელი. დღეს ჩვენ მოვისმენთ ამ საკითხებზე კომენტარს ადვოკატისგან და ასევე როგორც გითხარით, ჩვენ გვეყოლება კიდევ ერთი ადვოკატი, ეს არის ბარბაქაძის დამცველი გიორგი ფოფხაძე. ეს ადამიანიც საინტერესოა, თუ რა როლს ასრულებდა იმ საღამოს. რაც შეეხება გიორგი ტატიაშვილს, ის ევროპის ჩემპიონია
ჭიდაობაში და ის აღწერს იმ ღამის ამბავს, აი რას ხვება ტატიაშვილი. უკანა სავარწყილზე დასხდნენ ნიკოლოზ ცუცქირიძე, ირაკლი მუმლაძე, თენგო ბარბაქაძე, ქანაშვილი, რომლის სახელიც არ ვიცი და წავედით ჩემი მართვის ქვეშ ყოფი მერსედესის მარკის მანქანით ცხეთის მიმართულებით, რა დროსაც ჩემი მანქანის უკანა სალონში მჯდარი ერთ-ერთი პიროვნება, კონკრეტულად რომელი მე არ ვიცი, საუბრობდა მობილურზე და მისი საუბრიდან გავარკვიე, რომ ჩემს მანქანას უკან მოსდევდა სხვა მანქანა, ხოლო იმ მანქანაში ვინ იჯდა, მე ეს არ ვიცი, რადგან მობილურზე ლაპარაკისას ეს არ დაუკონკრეტებია. როდესაც ჩვენ შევედით მცხეთაში, ვინაიდან მე ვიცოდი, ჩემი კლასელები ლაშა შერმადინი და გიორგი მერაბიშვილი ფეხით მოძრაობდნენ გზის მეორე მხარეს და მიდიოდნენ თბილისის მიმართულებით. მე მანქანა დავატრიალე ნატახტართან მდებარე ხიდზე და წავედით თბილისის მიმართულებით. აი ჩვენებაში აქ იწყება ყველა საინტერესო ადგილი, სადაც გზაზე შემხვდნენ ჩემი ზემო აღნიშნული კლასელები, მე მათ გავუჩერე მანქანა, ვიფიქრე ჩასხდებოდნენ, თუმცა მათ ჩემს მანქანაში მყოფ პირებს უთხრეს, რომ მათ წინ მიმავალი დაახლოებით 5-6 ახალგაზრდა ჩემთვის უცნობი ბიჭები იყვნენ, ისინი ვინც სცემეს ჩემი კლასელები, რაზედაც ჩემს მანქანაში მსხდომმა პირებმა მითხრეს, რომ აღარ წავსულიყავი და მანქანა გამეჩერებინა, თუმცა მე დავძარი მანქანა, რადგან არ მინდოდა რომ მომხდარიყო ჩხუბი, მაგრამ ჩემს მანქანაში მსხდომი პირები ცდილობდნენ გაეღოთ მანქანის კარები და გადმოსულიყვნენ, რაზეცაც გავხდი იძულებული მანქანა გამეჩერებინა, როდესაც გავაჩერე მანქანა, ჩემი მგზავრები გადმოვიდნენ და გაიცნენ ჩვენ წინ ფეხით მოძრავი ჩვენთვის უცნობი პიროვნებების მიმართულებით, რა დროსაც დავინახე, რომ ჩემ გვერდით მჯდომი სრული აღნაგობის პიროვნებამ, რომელსაც ხელში ეჭირა რკინის ჯოხი და არტყა ერთ-ერთ ფეხში, რა დროსაც ჩვენ წინ ყველა თანხლები პირი ურტყამდა, ამბობს ტატიაშვილი. ჩვენ შემოგვიერთდა გიორგი ფოფხაძე, თენგო ბარბაქაძის ადვოკატი, საღამოშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რა როლი ქონდა თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს და რას ედავება მას კონკრეტულად ახლა გამოძიება? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ედავება გამოძიება მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. რა როლი ქონდა? გამოძიებით ჯერჯერობით ესე ვთქვათ, დოკუმენტებით დადგენილი რომ მონაწილე იყო ფიზიკური დაპირისპირების, სადაც მას გაუსწორდნენ აგარაკზე და შემდგომ არის მერსედესის ეპიზოდი, ალბათ გახსოვთ, იმიტომ რომ ტელევიზიებში გავიდა ეს ეპიზოდი, სადაც არის გადმოდიან ახალგაზრდები ავტომობილიდან და იქ ხდება დაპირისპირება. ბარბაქაძის როლი ამ დაპირისპირებაში. ჩვენ ნახეთ, რომ იმ ავტომანქანიდან გადმოვიდა ყველა მგზავრი. დიახ. ბარბაქაძეც გადმოვიდა, თავის ჩვენებაში საუბრობს, რომ მოვიდა შეხლა შემოხლა, იქ მყოფ პირებთან, რომელიც გზაზე იყვნენ, ეს ასახელებს კიდევაც ქათამაძეს, ერთ-ერთს და ახვლედიანს. ეს იყო მისი დღეს ერთ-ერთი ადვოკატი გიორგი ყიფშიძე ისიცავს ტატიაშვილს. კიდევ ერთხელ ამბობს ასეთ რამეს, რომ იქ ადგილზე მისი ვარაუდით და ვერსიით, მას შემდეგ რაც წამოვიდა მერსედესი, მას შემდეგ რაც წამოვიდა ტოიოტა, ანუ დამთავრდა, ასე ვთქვათ, ეს სცენა, ორივე, მივიდა სხვა ავტომანქანა მისი ვარაუდით და მან გაასუფთავა იქაურობა, მან ან მისმა მგზავრებმა, სხვა პირებმა, აბსოლუტურად სხვა შემადგენლობამ ჩაიტანა ჩანთაც და ასე ვთქვათ, მოაწესრიგა მათ სასარგებლოდ ყველაფერი. თქვენ რა დონეზე შეიძლება გაიზიაროთ ეს დასკვნა? მე როგორც თქვენ ბუნებრივად დღეს მოვისვინე ეს განცხადება, ჩემთვის უცნობია, რაზე დაყრდნობით საუბრობს ჩემი კოლეგა, თუმცა ახლა ალბათ ჩემი კოლეგა რაღაც საფუძველს პოულობს აღნიშნულთან დაკავშირებით და ჩემთვის უცნობია რაზე, რა გარემოებებზე დაყრდნობით საუბრობს და ამბობს ამას. თქვენ გიჩნდებათ ისე მსგავსი ეჭვი? რაიმე არგუმენტი ამის სასარგებლოდ მიუთითებს? არა, არ გამჩენია აღნიშნული. ერთი მხრივ ცოტა უცნაური ხომ არ არის, როდესაც ტოიოტას მძღოლის ტატიაშვილის ადვოკატი ამბობს ამას, თითქოს მას არ უნდა კონდეს ტოიოტას მძღოლი არ იყო ბოდიშგერტი. იმის უკაცრავად მერსედესის. ხო, ეს იყო პირველი მანქანა. აი შაქარაშვილის გარდაცვალება
ან რაღაც იქ რაც ჩვენ არ ვიცით, მოყვა Toyota-ს მგზავრების დადევნებას და Mercedes აი ამ ეპიზოდთან არ უნდა კონდეს შეხება. რატომ შეიძლება ადვოკატი იყოს დაინტერესებული გასცდეს ასე ვთქვათ Mercedes-ის ფარგლებს და ისაუბროს ზოგად ვერსიაზე, რაც მოყვა Toyota-ს ამბავს. იცით რა არის აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით როგორც ადვოკატებს, ისე მასმედია საზოგადოებაში ძალიან სხვადასხვა ვერსიებია და არც ერთი ბუნებრივი არ შეიძლება ცალსახად გამორიცხო და არც ერთი არ შეიძლება ალბათ საბოლოო ჯამში იტყვიან აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო ჯამში გამოძიება იტყვის პასუხს და მერე შემდგომ როცა დასრულდება სულ ყველაფერი და სასამართლოში წარიმართება ეს მტკიცებულებები ბუნებრივია უფრო იქნება კითხვები ან შეიძლება ისე დაასრულოს გამოძიება რომ კითხვები საერთოდ აღარავის აღარ დაებათოს. ერთი საკითხი კიდევ 6 ადამიანი წამოვიდა თბილისიდან მცხეთაში. ხო ასე რომელ ავტომობილზე საუბრობთ? მე ვგულისხმობ Mercedes. დიახ. 6-ვე გადმოდის. დიახ. შემდეგ 2 ადამიანი მათი მეგობარი, რომელიც ფეხით მოყვებოდა შაქარაშვილსა და მის მეგობრებს, ასევე მონაწილეობენ ამ კონფლიქტში. ხო ასეა? დიახ. ეს 2 ადამიანი Mercedes-მა ხომ წამოიყვანა? დიახ. ანუ იმ მანქანაში 8 ადამიანი როგორ ჩაეტია ბატონ გიორგი? იცით რა, ჩემთვის ახლა მე როცა მონაწილეობდი აღნიშნული მონაკვეთის ანუ ვიდეოფირის დათვალიერებასთან საგამოძიებო მოქმედებაში, იქ 6 არ არის, იქ 5 ადამიანი გადმოდის ავტომობილიდან და შემდგომ მართალბრძანებთ ის 2 ადამიანი ემატება. ანუ საბოლოო ჯამში მანქანაში რამდენი ადამიანი იჯდა? 6 თუ წამოვიდა თბილისიდან? 5 წამოვიდა თბილისიდან? 5 წამოვიდა თბილისიდან. დათვალიერებაში ესე ჩანს. ანუ 7 ადამიანი ჩაჯდა იმ მანქანაში? სავარაუდოდ ჩაჯდა, დიახ. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ იქიდან არც ერთი არ დარჩენილა მას შემდეგ რაც Mercedes-ი წავიდა? იცით რა არის, მე შემიძლია ჩემი დაცვის ქვეშ ყოფის ირგვლივ ვისაუბრო და ის დარწმუნებული ვარ, რომ ის იქ არ დარჩენილა, გამოემართა აგარაგზე, თავის ავტომობილი დატიაშვილს გამოაყენებინა და ვინაიდან ნასვამი იყო, დაიძინა ავტომობილში, დილამდე დილას მერე შემდგომ წამოვიდა ავტომობილი სახლისკენ. მესმის, ანუ თქვენი დაცვის ქვეშ ყოფმა არ იცის თბილისისკენ მომავალ Mercedes-ში რამდენი ადამიანი იჯდა? კი, თავის ჩვენებაში ამბობს და არის 5 ადამიანზე საუბარი, დიახ. თავის ჩვენება თქვენ ბუნებრივია მთელი მასმედიას კი, ეს გასაგებია, მაგრამ აქ ჩნდება შეკითხვები. ვინმე ხომ არ დარჩა Mercedes-იდან. როდესაც ჩხუბი დასრულდა და Mercedes-ი წავიდა თბილისისკენ. იქ რამდენი ადამიანი ის იცით რა, მეორე მომენტი ახლა თვითონ ვიდეომას არის არ ჩანს იქ ჩხუბი იყო თუ შეხლა Mercedes-ის მგზავრებსა და ახალგაზრდებს შორის. დიახ. ვინ მიაყენა ბატონ გიორგი დაზიანება ქათამაძეს, რომელიც სასტიკად არის ნაცემი. იცით რა არის, ახლა მოდით ესე ვთქვა Mercedes-ის მგზავრებმა. არა, ახლა თქვენ ჩვენ ხედავთ რომ ერთ-ერთმა ქვა აიღო, ერთ-ერთმა რკინის მილი რომელსაც ეჭირა, მან მოუქნია, ის ამბობს რომ მოუქნია და ცხადია რომ მოხვდა. ასევე კონსტანტინე ღიბრაძეს მოხვდა ფეხში. თქვენ ამბობთ რომ იქ ჩხუბი არ ყოფილა? არა, მე სხვა რამეს ვამბობ. მე უბრალოდ მინდა რომ სწორად გამიგო. მე ვსაუბრობ იმას რომ გადმოდის პირებიდან. ეხლა თქვენ სასახად ამბობთ რომ რკინის მილი, მე გეუბნებით რაშიც მივიღე მონაწილეობა. ამ ვიდეოს დათვალიერებაში არსად არ ჩანს, არც რკინის მილი, არც ჩხუბი არ ჩანს. ეხლა თქვენ შეგიძლიათ გავუშვათ პირდაპირ ეთერში და ნახავთ რომ ეს მილიონჯერ მაქვს ნანახი და როგორ არ ჩანს. არა, თქვენ რასაც ვთქვათ, სასტიკად გასწორება, ძალადობა. თავად ამბობენ ჩვენებაში. არა, თავად ბევრ რამეს ამბობენ, მე ჩვენებასთან დაკავშირებით გეტყვით რაც მოხდა. თუ გაინტერესებთ, აღნიშნული მე არ ვესწრებოდი, იმიტომ მე არ ვიყავი როგორც ადვოკატი ჩართული, როცა მივედი ამ დათვალიერებასთან დაკავშირებით და მე მოვითხოვე რა ქონდა თავის ჩვენებაში მიცემული მანამდე გამოძიებისთვის ბარბაკაძეს და იქ როცა წავიკითხეთ აღნიშნული, მან ბუნებრივია გამოხატა აღშფოთება. ვინაიდან ნახეთ, ახლა წარმოვიდგინეთ. ახალგაზრდა 19 წლის ახალგაზრდა როგორ წარმოგიდგენიათ, მიდის დღესასწაულზე, იცნობს იქ პირებს, მათ შორის საბურთალოებს, ეგრეთ წოდებულ, რომელიც ჯგუფები დაპირისპირდნენ, ახლა თქვენ მოგეხსენებათ, ბარბაკაძე წარმოადგენდა ეგრეთ წოდებულ ნახალოკის მხარეს, იცნობს საბურთალოელებს
მაგრამ სულ ყველა იცის სახელ და გვარით. როგორ წარმოგიდგენიათ 2 საათში ახლა ჯერ ახალგაზრდებია, გამარჯობათ, მე გიორგი ასე ახალგაზრდები ერთმანეთს არ ეცნობიან. პლუს მაგას რომელიც გაცნობოდა არ შეიძლებოდა იქ დაემახსოვრებინა სულ ყველა და ჩვენებაში არის აი ესე ბოდიში და ჩამორაკრაკებული თავიდან ბოლომდე სახე და გვარებით. რაზეც ბარბაკაძემ განაცხადა რომ ეს არ მithქვია და რატომ წერია. მაგრამ სხვებმა თქვეს ვიცოდნენ ვინ იყვნენ დაბადების დღეზე. უბრალოდ არა ჩვენებაზე რა აკეთებთ აპელირებს. მესმის ნუ გავწდებით ფარგლებს, ნახეთ რაზე ვაკეთებ აქცენტს. მერსედესი გაჩერდა. კი ბატონო. გადმოდიან ეს პირები მანქანიდან. კი ბატონო გადმოდიან. ხო, რომ ისდევენ ამაში ხომ მეთანხმებით? ქვა რომ აიღო ამაშიც ხომ მეთანხმებით? ქვა აიღო, იქნებ ქვა არა უღია. იცით რა არის? მეორე რა აიღო? არა, აი რა აიღო, ზუსტად მაგაშია საუბარი. საიდან ადგეთ რომ ქვა აიღო? დაიხარა ადამიანი და იღებს ქვას კადრებში. ბარბაკაძეს ირგვე უკითხეთ. მესმის, მაგრამ თქვენ ამბობთ რომ არ უცემიათ, აი ეს ხალხი არ უცემიათ და მე გეუბნებით, ანუ სასტიკად ნაცემია მეთქი, ქათამაძე თქვენ მეუბნებით არ არისო ნაცემი. შეიძლება ტოიოტას ყოფილიყო, მაგრამ რატომ მერსედესთან დაკავშირებით? ტოიოტასა და მერსედეს შორის არის გარკვეული, ასე ვთქვათ, ინტერვალი. ქათამაძე ტოიოტას მგზავრებმა ვერ დაიჭირეს ბატონო გიორგი. ის დაიმალა ბუჩქებში, მაგრამ ქათამაძე არის ნაცემი და ის ცემეს მერსედესის მგზავრებმა და თან სასტიკად ფოტო ნახეთ, ჩვენ გავუშვით ეს ფოტო ქათამაძის, რომელიც სასტიკად არის ნაცემი და ანუ თქვენ ახლა საერთოდ უარყოფთ რომ ქათამაძე ვინმე მცემა? არა, მე კიდე ერთხელ ვამბობ, ჩემ დაცვას ყოფი. ახლა იცით რა არის, ახლა აპრიორი თქვენ რასაც საუბრობთ, რომ ქვა აიღო ვიღაცამ, ახლა მასეთ გამოკიდების შემთხვევაში შეიძლება ვინმეს მობილური დაუვარდეს და დაიღუნოს ასაღებად, მაგრამ თქვენ ვიდეოში მკვეთრად ხედავთ, რომ ქვა აიღო. ახლა აიღო ვინმეს ხედავთ. თქვენ თუ იქ ქვას ხედავს, რომ აიღო? მაშინ მე ვერ ხედავ და მაშინ დამანახე. მანქანიდან გადმოდის ადამიანი 2 მეტრზე. გადის და იღებს ქვას. რატო ფიქრობთ რომ ქვა აიღო? იმიტომ რომ მიწაზე აგდია ქვა და ამ ქვით მისდევს ადამიანს. რა შეიძლება? ნუ მაგათ შეიძლება თავის მობილური დაუვარდა. არ დაუვარდა მობილური, იქ ჩანს. მე გეუბნებით ვიდეოდან არ ჩანს იქ ქვა. იქ მობილურის დავარდა. ეს არ არის სწორი ინფორმაცია, ხა რასაც თქვენ აწოდებთ, მაგრამ ეს იქ ქვა არ ჩანს. და იმას კიდე ხელკეთსაც შეეხება და ჩხუბის მომენტი საერთოდ არ ჩანს. ახლა თქვენ თუ იქ ამბობთ რომ იქ ყველა მოწმეს დააწერინეს ან ბრალდებულს დააწერინეს რომ რკინის მილი გაარტყა? არა, ჩემთან მიმართებაში არავის არაფერი არ დააწერინეს, ჩემს დააწერინეს ბევრი რამე, რაც ბუნებრივია, შემდგომ ჩვენებებს ჩვენ ამას ვიტყვით. რა ნაწილში შეგიძლიათ გაგვიმხილოთ, აი კონკრეტულად სად იყო ზეწოლა, ვთქვათ, ბრალდებულს? ზეწოლა ის იყო, როცა მაგალითად დათვალიერებას რო ვაწარმოებთ, აი სწორად გამიგეთ. ახლა თქვენ ახლა ქვას ასახელებთ და იქ პროკურორმა დაინახა, აი თქვენ რასაც ამბობთ, ნახეთ როგორ რომ აი იქ პირდაპირ გამოუგზავნა გამოძიებას ჩემ თვალწინ და უთხრა არაო რო დაათვალიერეთ ეს მასალაო. აი პირდაპირ იყო Word-ის ფაილში, სადაც გვერდზე იყო გამოტანილი რომ აუცილებლად დაწეროს დათვალიერებაშიო რომ თავში და ტანის არეში ურტყამდაო. იცით რა იქ არაფერი არ ჩანს. თავის ტანის არეში დარტყმა საერთოდ დარტყმა არ ჩანს. ფოტოზე ჩანს ბატონ გიორგი რომ ნაცემია ადამიანის სასტიკად. ახლა მეორე მომენტი, ახლა მე არ ვიცი ვირაცემა, მაგრამ ხო შეიძლება იდენტური წაქცევის შედეგად მე ვერ გეტყვით რა მოხდა. არა, თქვენ იცით რა არის, არ შეიძლება ბატონ გიორგი, მე როდესაც ვიდეო ჩანაწერს რაც შეეხება. თქვენ იქ დაინახეთ ჩხუბი, რომ სასტიკად ქათამაძე ცემეს? სად ჩანს იქ მითხარით? ვიდეოში გადმოდის 6 ადამიანი მანქანიდან და ქათამაძეს ცემენ. რა თქმა უნდა. ახლა მეტი რა მარტო ვიდეო ხომ არ არის ბატონ გიორგი, ჩვენ სხვა ინფორმაციაც გვაქვს. არა, სხვა მაშინ ჟურნალისტები ვარ, ჩვენ ვიცით, რომ მერსედესის მგზავრებმა გიორგი ქათამაძეს სასტიკად ცემეს და თქვენ ახლა ამას უარყოფთ. თქვენ რა ინფორმაცია უნდა მკითხოთ? მე მაქვს ეს ინფორმაცია. თქვენ მეკითხეთ თქვენ მეუბნებით თქვენს ინფორმაციას, რომ არ უცემიათ ქათამაძეს. ფოტო არსებობს, სასტიკად არის ადამიანი ნაცემი. ფოტო მე გეუბნებით მერსედესის მგზავრები აი იმ დაპირისპირებულ რომელიც ამბობთ. ეხლა იქნება აგარაკზე მოხდა, იქნება ერთმანეთში მოხდა. არ მომხდა რა, გვაქვს კადრი, სადაც ჩანს რომ აგარაკიდან მომავალი ქათამაძე არ არის ნაცემი. ანუ თქვენ ეხლა მეუბნებით აპრიორი მერსედეს და გამოვიდა ერთმა ქვა აიღო, მეორეს კრიმს, არც ქვა არის იქ დაფიქსირება, არც რკინის მილი და არც ქათამაძეს არ ვინმე ცემა. რკინის მილი. ნუ ახლა საქმეში რა არის თავადის ადამიანი ამბობს რომელსაც ეჭირა. ხო, არა, მე არ ვიცი ვირას ამბობს ეხლა რა, თქვენ მე მიმტკიცებთ ახლა რომ ქათამაძე არ უცემიათ? არა, მე არაფერს არ გიმტკიცებთ. მე გეუბნებით ჩემი დაწესებებით ამ ნაწილში და იმიტომ რომ თქვენ საუბრობთ რომ ვიდეოში ჩანს ქვები, რკინის მილები და ცემა. ვიდეოში არ ჩანს. რკინის მილი ჩანს ჩვენებებში
ვიდეოში ჩანს ადამიანი იხრება და მიწიდან იღებს ქვას. და ეს ქვის ეპიზოდი მე დაზუსტებით ვიცი, ჩემი წყაროებით ასევე. იქნებ რკინის მილს იღებს. აი რატო ქვას? აი რატო დაადგინეთ რომ ქვას იღებს? ან ბოთლს იღებს? აი რატო რაღაც ბატონ გიორგი საცემრად მოსდევს ადამიანს. საქართველოში ბოთლისგან აგვისმეტი რა ყრია. ბოთლი რა თუნდა ჩხუბის დროს? რომელ ბოთლზე? იმიტომ რომ ჩაარტყას. ბოთლს ვერ ჩაარტყავს? რა ტიპის ბოთლ? თქვენ ბოთლზე გაქვთ ინფორმაცია? მე ქვაზე მაქვს ინფორმაცია. თქვენ რატო გაქვთ ქვაზე? მაქვს ბატონ გიორგი და რა ვქნა ინფორმაცია მაქვს. ანუ ინფორმაცია უნდა გქონდეს რაღაცას დაყრდნობა. რა თქმა უნდა, წყაროს მე არ გაგიმხელთ, მაგრამ მაქვს ინფორმაცია რომ მან ქვა აიღო იქ. კი ბატონო, ეს და გაეკიდა. კი ბატონო, ანუ მოდი დასკვნის სახით ვთქვათ. არ უცემიათ ქათამაძე? არ ვიცი მე კიდევ ხეგონა ჩემი დაცვის ქვეშ აი შეხედეთ თუ თქვენი დაცვის ქვეშ ხობზე არ გეუბნებით მხოლოდ. მე ვიცავ, ხო და დანარჩენი კითხე მე ვიცავ ჩემ დაცვის ქვეშ ყოფის ირგვლივ შემიძლია გიპასუხოთ. რომ მას არ უცემია არავინ. ჩვენ ხო გავცდით მხოლოდ თქვენი დაცვის ქვეშ ფარგლებს. თქვენ თქვით რომ რა იცით რომ ქათამაძე ცემესო. თქვენ ეს არ მითხარით ახლა? არა, თქვენ იქნებ აგარაგზე ცემესო, იქნებ წაიქცავ ამ ვერსიას ავითარებთ. აი ბატონო ადამიანი რომელიც ნაცემი. ჩვენებაც ალბათ თქვენ ხო ხელთ გაქვთ არა? ღიბრაძე როცა იძახიან რომ ღიბრაძე ცემეს, ღიბრაძეს ფეხზე მოარტყეს რკინის მილი ბატონ გიორგი. არა, ნახეთ ახლა როგორ გაიქცა. მესმის ღიბრაძე წერს, ის რკინის მილი კი არ მომარტყესო, შემეხეს, ალბათაც კარგად წაგეთქო. ისეთი უმნიშვნელო იყო ეს შეხებაო. წერს რომ ექსპერტიზის ჩატარება, იმიტომ რომ არანაირი დაზიანება არ მაგრამ იყო შეხება. შეიძლება არ იყო ძლიერი და ამას თვითონ ადასტურებს რომ არ იყო ძლიერი. მაგრამ კი გამომრიცხავია ღიბრაძეს თურმე ეხებია, რომელიც საერთოდ არანაირი დაზიანება არ ახერხა გაქცევა ბატონ გიორგი. ის არა ჩვენებიდან გამომდინარე წერს რომ მე რკინის მილი მომადო რომელიც ძალიან უმნიშვნელოდ მომადო და ანუ თურმე ღიბრაძეს მიადეს, მაგრამ ზოგიერთი სასტიკად ცემეს. აი არა, მაშინ ხო უნდა იყოს მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობს რაღაცა. არის კავშირი, ნაცემია ადამიანს. მესმის და ბუნებრივად ძალიან სამწუხარო ფაქტია ეს. და ცემეს მერსედესის გზავრებმა, ასე არ არის? არ ვიცი. რომ მერსედესის თქვენ ამბობთ კიცევით ფორმაში და არა მგონია რომ ეს ესე იყო. ბატონ გიორგი, მერსედესის გზავრებ, ანუ თქვენ ამბობთ რომ არ უცემიათ მერსედესის. მე ვფიქრობ რომ არ უცემია. და ვინ ცემა ეს ადამიანი? ვერ გეტყვით. ბატონ გიორგი, ერთ წამით. მერსედესი მოვიდა, შემდეგ მოვიდა ტოიოტა. დიახ. ამ ინტერვალში ქათამაძე არის სასტიკად ნაცემი. რაიც ინტერვალში არის ნაცემი, ეს ვხვდები ასე. აგერ ვუყურებ ფოტოს. ეს ამ ინტერვალში გადაღებული ფოტოა? არა, ეს ამ ინტერვალში მიყენებული დაზიანებებია. ახლა რა საიდან იცით რომ ამ ინტერვალში მიყენებული დაზიანებებია? ქათამაძის ჩვენებიდან, ყველა იქ ყოფის ჩვენებიდან. ბატონ გიორგი. აქედან 5 იგივე ჩვენებას იძლევა, რა მნიშვნელობა აქვს მე. ანუ ქათამაძეს რა დაემართა შეგიძლიათ მითხრათ? არ ვიცი, მაგრამ მერსედესის ირგვლივ გესაუბრებით, რომ იქიდან აი ესეთ სისასტიკე და ძალადობას არ ქონია ადგილი. მე ჩემ დაცვის ყოფის ირგვლივ მით უმეტეს შემიძლია გითხრათ და დანარჩენი ახლა 20 წამიანი ჯერესეთის მონოკვეთი თუ ნახეთ არის იქ დაპირისპირება თუ ასეთი იყო, დაპირისპირებას გულისხმობ და არა გასწორება და ან ძალადობა და ეს სისასტიკესთან დაკავშირებით იყო 10-15 წამი. ეს სრულიად საკმარისია ადამიანის სასტიკად საცემა. ნუ ახლა როდესაც 5 ან 6 ადამიანი მას დაესწმება თავს. აი მე იცით რა მინდა გითხოთ. ეხლა მეორე მომენტია თქვენ ამბობთ რომ გადმოვიდნენ, აიღეს თქვენ გაიქცნენ. ანუ ესე 10 წამში გადმოვიდნენ, აიღენ, დაეწიენ გალახეს და მე ის იქვე იყო, მან ვერ მოახერხა გაქცევა. როდესაც ტოიოტა მოვიდა ბატონ გიორგი. დიახ. გიორგი ქათამაძე გაიქცა, დაიმალა ბუჩქებში და ის ვერ იპოვეს ტოიოტას მგზავრებმა. მაგრამ როდესაც მერსედესი მოვიდა, ის იპოვეს იქვე იდგა, რა თქმა უნდა, ვერ მოახერხა გაქცევა და მას გაუსწორდნენ ფიზიკურად. ეს არის დადგენილი ფაქტები, ანუ მე არ მესმის ახლა ჩვენ რაზე ვდაობთ, რომ მერსედესის გზავრებს არ უცემიათ. მე გეუბნებით ჩემ ვერსიას, რომ მე რაც ვიცი, გეუბნებით რომ იდენტური ასეთ სისასტიკე და რასაც თქვენ ამბობთ, რომ ქვები, ჯერ ქვის ჩარტყმა არ ყოფილა იქ და ქვები და რკინის ახლა მე არ ვიცი ახლა რკინით რა მოხდა და წაქცეულსაც ცემდნენ. მე ეს დაზუსტებით ვიცი. აი თუ შევხედავთ ადამიანს რა მდგომარეობაშია თქვენ ანუ ყველა მაყურებელიც მიხვდება რომ ეს ადამიანი არის სასტიკად ნაცემი აი ყური რა დღეში აქვს წარცან რა მდგომარეობა მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მერსედესი ასე არ შეიძლება მტკიცებით ფორმაში თქვა რომ მერსედესის მგზავრებმა მოახდინეს ეს ტოიოტას თუ ვინმე სხვამ ვერ გეტყვით ეს სად მოხდა როგორ მოხდა რა ვითარებაში მე ვიცი რომ აღნიშნულ დაკავშირებით დაპირისპირება მიმდინარეობს 10 წამი
ეხა ესე რომ ვიღაცამ ქვა იყო, ნუ ახლა ვიღაცამ ქვა იყო, იქ რაღაც ჯერ ჩხუბი საერთოდ ვიდეოს თუ უყურებთ და კარგად რამოდენიმეჯერ იქ არ ჩანს ჩხუბის ფაქტი საერთოდ. ჩანს რომ გადმოდის ვიღაცები, მათ შორის ტატიაშვილი, რისთვის მევიდნენ ბატონ გიორგი? ის ორი პიროვნება რო წაიყვანათ ვინცება თავის მეგობრებს. რატომ გამოეკიდნენ? ისინიც იქვე იყვნენ. და რატომ გამოეკიდნენ? ეტყობათ ის გამოეკიდა ის დაპირისპირება, რომელიც და ის ჩაგვრა, რომელიც განახორციელეს მათ მის მიმართ აგარაგზე, ეტყობა აი მან გამოიწვია რომ დაინახეს ეს ნაცნობი სახელი. თბილისიდან თქვენ ამბობთ რომ წამოვიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობრები წაიყვანათ. გაჩერდნენ ხიბრაძეს მოუქნიეს მილი რკინის ხიბრაძე გაიქცა აი ისეთ მდგომარეობაში იყო ადამიანი იძულებული გახდა გზაზე გადადგომოდა პირდაპირ ავტომანქანას რომ როგორმე გარიდებოდა იმ სიტუაციას ანუ საფრთხე იყო ძალიან რეალური კი არა აი ძალიან მძიმე საფრთხე იყო რომ ის მოსულოდა ხიბრაძეს რაც მოუვიდა მაგალითად ქათამაძეს ხომ აი ნახეთ როგორ მოუქნია მილი აი თვითონ ჩვენებიდან რატო არ ამოდიხართ მოუქნია მილი თვითონ ამბობს რომ მე ეს მილი ისე უმნიშვნელოდ მომადო ფეხზე ნუ მოადო არ ნიშნავს ანუ მოათხა მაგრამ ძლიერი დაზიანება არ აქვს მაგრამ ხომ მოათხა რკინის მილის მორტყმა როგორ შეიძლება დაზიანების ხარისხი არა ძლიერი არა ამბობს რომ საერთოდ არა ეს არ ვიცი რა ჩანს მე ხიბრაძესთან დაკავშირებით გცემთ პასუხს ხიბრაძე რატომ გაიქცა თქვენი აზრით არა თქვენ ახლა ასე ბძანეთ და ბუნებრივად თქვენ გიყურებს ხო მაყურებელი და აქედან გამომდინარე რომ ხიბრაძეს მოუქნიეს იქ იყო ასეთ რაღაც ხიბრაძე წერს რომ მე ეს მილი უმნიშვნელოდ მომადეს რომელიც უარს ვაცხადებ, იმიტომ რომ საერთოდ არ მაქვს არანაირი დაზიანებები. არა, უარს იმაზე კი არ აცხადებს ღიბრაძე რომ მოუქნიეს მილი. დაზიანება არ აქვს ძლიერი და არანაირი ექსპერტიზა ამას შეიძლება არ ჭირდება. და დანარჩენი რას ამბობს? იქ წერია რომ ქათამაძეს გაუსწორდა. აი, წარმოგიდგენიათ არა, ღიბრაძე თუ წარმოგიდგენიათ მანქანას გადაუდგეთ აი ასე წინ რომ როგორმე იქიდან გაიქცეთ ეს რატომ ხდება? იმიტომ რომ საფრთხე გემუქრებათ და არ ვიცი რამე ვერსია გაქვთ ქათამაძეს რა უნდა მოსულოდა მე არ ვიცი სხვა რომ იცით რა სულ ყველაფერს ხო ლოგიკასთან უნდა იყოს კავშირში რა სწორედ ეს მინდა ქათამაძეს რა მოუვიდა ზოგი გაიქცა დარჩა მხოლოდ ღიბრაძე იმიტომ რომ ღიბრაძე გამოიქცა საპირისპირო მხარეს თბილისის მიმართულებით თუ ესეა ანუ ღიბრაძე და ქათამაძე ღიბრაძე თავის ჩვენებაში ამბობს ნუ მილს თავი დავანებოთ ახლა მოუქნიეს თუ არ მოუქნიეს რაც წერია რომ მე არანაირი დაზიანება წარმქონია უმნიშვნელოდ მომატო რატომ გაიქცა კიდევ ერთხელ ვამბობ ის წერს თავის ჩვენებაში დავამთავრებ რომ არც ქათამაძე და არავის ცემა იქ არ მინახია. ეხლა თქვენ ამბობთ წარმოიდგინეთ 10 წამის მანძილზე ღიბრაძეც იქ იყო მილიც მოადეს. გაიქცა მაგრამ კადრი ხო ნახეთ. მესმის ვარ ღიბრაძე ის გაერიდა სიტუაციას ბატონ გიორგი და ვერ დაინახავდა ქათამაძის ცემას იმიტომ რომ სხვა მიმართულებით წავიდა. წარმოიდგინეთ მიადეს გაიქცა 10 წამში თუ ისე წამში ვერ დაინახა. ხედავთ კადრში და გადაუდგა წინ ავტომანქანას. და ვერ დაინახა იქ წერს პირდაპირ. ვერ დაინახა სხვა მიმართულებით ამბობს რომ იქ არა ვერ დავინახე იქ გარკვევის ამბობს რომ არ ყოფილა ასეთი რამე არც ახლედიანთან არც ქათამაძესთან მიმართებაში. ვერ დაინახავდა სხვა მიმართულებით გარბის. მე გეკითხებით რა დაემართა ერთად ხო იდგნენ სანამ გაიქცეოდა ერთად ხო იდგნენ ქათამაძეზე მიპასუხეთ რომ ის არ უცემიათ მაგრამ აგერ არის ფოტო რა დაემართა ახლედიანს ვისი ხელი მოხვდა მას ფაქტია რომ მოხვდა მე თუ შეიძლება ვინაიდან ახლა მე შემიძლია გაგცეთ პასუხი რომ ჩემ ბრალდებულთან დაკავშირებით მას ხელი არ მოხვედრია ანუ იყო დაპირისპირება და ურთიერთ ახლა წერს თავის ჩვენებაში რომ მეც გავარტყი ხელი და მანაც მომიქნია ხელი და გამარტყა. ეხლა დანარჩენი რა ვიცი ახლა ახლედიანთან დაკავშირებით ქათამაძესთან დაკავშირებით მე მიმაჩნევ მერსედესში მყოფმა გზავრებმა ამათ წამში ვერ მიაყენებდნენ იმ ხარისხის დაზიანებას რაც არის ფოტოზე. ტოიოტას გზავრები არ დაწევიან ქათამაძეს მან მოახერხა დამალვა მოახერხა ასევე დამალვა ახლედიანმა. მას საიდან მათ აი ამ რამდენიმე წუთში ეს დაზიანებები. თან ხედავთ რომ გადმოდიან ადამიანები აშკარად საცემრად, გარბიან, ეშინიათ, რკინის მილით გადმოდიან. ნუ კარგი მას ხედავთ თქვენ ჩვენებებში ვხედავ. ჩვენებებში შეიძლება. დიდი მადლობა. კარგი, დიდი მადლობა. ჩვენ ვუსმენდით გიორგი ფოფხაძეს, ის არის ადვოკატი თენგო ბარბაქაძის. დიდი მადლობა თქვენი კომენტარისთვის. დღეს ამით ჩვენი ეთერი დასრულებულია. გმადლობთ თქვენ რომ იყავით ჩვენთან ერთად.